გამარჯობთ მეგობრებო, თქვენ ჩემ YouTube არხზე ხართ, მე სანდრო ვარ. დღევანდელი თემა თითქოს ყველასათვის ნაცნობი გასაგები არის ეს მარტივი ხელის ხელსაწყო ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია სახრახნისი და დარწმუნებული ვარ 100%-მა მაყურებლების, ახლა ვინც უყურებს ამ გადაცემას, იცის ამაზე ყველაფერი. მაგრამ გაგაკვირებთ და ეგრე არ არის. ამ ინსტრუმენტსაც თავისი სტანდარტები აქვს, ამ ინსტრუმენტშიც განსხვავებები არის. განსაკუთრებით უმუშაობთ მოტოებზე, იმიტომ რომ მოტოციკლებს თავისი სახრახნისის სტანდარტი აქვს. ზუსტად მოტოციკლებს, არა ავტომობილს, არა ნებისმიერ სხვა ტანდგას. ზუსტად მოტოსთვის არის თავისი სახრახნისის სტანდარტი და ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ აბსოლუტურად ყველა ვარიანტს და ყველა სტანდარტს სახრახნისის და როგორ ავარჩიოთ სწორი ინსტრუმენტი და როგორ ვიმუშაოთ. ესე ჩვენი სამუშაო მაგიდა და სანამ არსებით დავიწყებთ საუბარს ჩვენ საკითხზე, პირველი წესი სახრახნისით მუშაობით არის ის, რომ სამწუხაროდ არასწორი ზომა ერგება ბოლტს და დაგვიზიანოს შეიძლება. ანუ რო ავიღოთ ჩვეულებრივი ბრტყელი, რო ვიცოთ რაზე საუბრობთ, ამაზე წავა შემოკარგებო ეს ზომაც. წავა ეს ზომაც და ესეც. აქედან ორი დააზიანებს და ერთი ნორმალურად იმუშავებს. ამიტომ წესი ესეთია, ყოველთვის ვიყენებთ ყველაზე დიდი ზომის სახრახნის, აი ჩვეულებრივი ჯვარედინი. ესეთი პატარა ერთი ზომაც წავიდა. ესეც წავა. ესეც წავა, ხო? და აქედან ორი დააზიანებს და ერთი მოუშვებს. ეგ არის მთავარი წესი შემოკარგებო, სამწუხაროდ სახრახნისებზე ყველანაირზე ესე არის და სხვაგან არა. მაგალითად ჩვეულებრივი ჩვენ რო ავიღოთ ბოლტი, რომელიც არის 14 მმ-იანი, 14-იანი თავის ზედ მოერგება. 13-იანი არ მოერგება, ერთი ზომით დიდი 17 თავისუფალი. ამიტომ ვერ დავაზიანებთ ბოლტ არასწორი ზომა ინსტრუმენტით. სახრახნის ეგეთი ფუნქცია არ აქვს. არასწორიც მოერგება ძალიან კარგად, სანამ არ გააფუჭებს თავს ვერ მიხვდებით. შემდეგი საკითხი ტერმინოლოგია არის და სანამ ტერმინოლოგიამდეც კიდე მოდით არასტანდარტული სახრახნისები ავიღოთ. აი ესეთი ჯვარდინის სახრახნისი საბჭოთა არის. აი თუ ხედავთ ძალიან ესეთი თავი აქვს, მომრგვალებული შედარებით ჩვეულებრივთან. ცოტა დიდი ზომაც რო ავიღოთ, გამოჩნდება. აი ზედა არის საბჭოთა, ქვედა საერთაშორისო, ამერიკული. და ეს ძალიან ცუდი, ეს არ მუშაობს. რაღაცა თავისი, მე არც მაქვს სხვადასხვა ნანახი ესეთი ბოლტები, რომელსაც მოერგება ეს სახრახნისი, მაგრამ სადმე თუ გვაქვს გარაჟში ბაბუის ინსტრუმენტებში ესეთი არავითარ შემთხვევაში არ გამოვიყენოთ, ეს არასოდეს არ გამოგვადგება. ესე იგი, რაც შეეხება, ესე იგი, ჩვენ ბრტყელ სახრახნის ყველამ ვიცით, გასაგებია რაც არის, ძალიან მარტივად აღინიშნება ეს. ესე იგი, დასახელება თავის კოდი რაღაც არ აქვს, ჩვეულებრივად ესე წერია 8 მმ 150-ზე, 8 იგულისხმება ეს თავი, 150 თვითონ სიგრძე ინსტრუმენტის, სამუშაო პირის. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება არასოდეს სახელური ეს სხვა თემა არის, 150 მმ ჩვენ გვაქვს ეს მხარე. ეს რაც შეეხება ბრტყელ თავა სახრახნისებს და არის, რა თქმა უნდა, ყველაზე გავრცელებული აი ესეთი ჯვარედინი, რომელსაც ქვია Philips-ი. აღინიშნება როგორც ასოებით PH-ი, ამ შემთხვევაში მეორე ზომა, უბრალოდ ეს ორი არ ნიშნავს არაფერს, არა დიამეტრს, ვერ გავზომავთ ჩვენ ეს ორს, თუ ვერ ნახოთ თვითონ წარწერას. Philips-ი არ არის ეს ელექტრომოწყობილობების წარმოებული კომპანია, ეს ინჟინერი Philips-ია, ამერიკელი, რომელსაც გამოიგონა ეს ძალიან საინტერესო სტანდარტი და ძალიან კარგი ფუნქციები აქვს და ცუდიც ამას განვიხილავთ ყველაფერს. PH2 ამ შემთხვევაში უფრო პატარა ზომის
პატარა ციფრით აღინიშნება pH 1 75-ზე. ეს ყველაზე გავრცელებული ევროპაში და ამერიკაში სტანდარტი არის. ეხლა ცოტა შედარებით ახალი არის აი ესეთი გამოსული PZ, მე მგონი პოზიდრაივი ქვია. აქაც 2 არის, PZ 2 ჩვენ ალბათ ვიფიქრებთ რომ pH 2-ს Philips 2-ს უდრის, მაგრამ არა, ეს Philips-ი არ არის. ეს სახელოსნოში საერთოდ არ გვჭირდება ესეთი სახრახნისი, განვასხვავებთ ან წარწერა თუ არა გვაქვს. აი ესე დამატებული აქვს კიდე პირები, ანუ 8 პირი აქვს. რაც მარკეტინგული სვლა იყო თავის დროზე ალბათ და ეხლა თუ გამოიყენება სადმე არის მხოლოდ აი ესეთ ავეჯის ბოლტებზე, აქაც ხელთ პირია დამატებული, ვითომ რაღაცას ეს წვეთს, მაგრამ არაფერს. და აი ესეთ ბოლტებს ესეთი სახრახნისი უნდა. და კიდევ ერთხელ მოტოზე და ავტოზე ესეთი ხრახნები არ შეხვდება არასოდეს თუ ვიღაცამ ავეჯის ბოლტებით არ აგვიწყო მოტო. რაც სხვადასხვა ძალიან ხშირად ხდება. ეს pH 3 ფაქტიურად ყველაზე დიდი, რომელსაც ვიყენებ ჩვენ სახელოსნოში. და ანუ pH ყველაზე გავრცელებული ნორმალური სტანდარტული სახრახნისი Philips-ი ქვია, Philips-ის მეორე ვარიანტი PZ და თითქოს როცა გონია რომ ყველაფერი განვიხილეთ, რა თქმა უნდა, თამაში შემოდიან იაპონელები თავისი სტანდარტით. იაპონური სახრახნისის სტანდარტს ქვია JIS, Japanese International Standard, GIS დრაივები, ასე ვთქვათ. აი ეს იაპონური ფირმა ვესელია, რომელიც სახრახნისებს და სხვა ინსტრუმენტებს უშვებს, მაგრამ უფრო სახრახნისია გათვლილი. და ეს GIS სტანდარტის სახრახნისია, განსხვავებას ახლა ჩვენ ვიზუალურად ფაქტიურად ვერ ვხედავთ. აი ზედა არის ჩვეულებრივი ევროპული, ქვედა იაპონური. ნუ რაღაც განსხვავება არის. ახლა იაპონელებს პრობლემა, იაპონურ სახრახნისზე პრობლემა რა არის, რომ არ აწერენ თვითონ სახრახნისზე როგორც წესი, რა სტანდარტია და ზომაც სტანდარტიზირებული არ აქვს. ამ შემთხვევაში P2 გვაქვს. შეიძლება უბრალოდ 2 იყოს, შეიძლება GIS 2 ეწეროს. მაგალითად აი ჩვეულებრივი კომპლექტიდან ვესელის ესე იგი ამას აწერია 2G, ეს GIS 2-ს უდრის, ამ შემთხვევაში P2-საც უდრის, იგივე კომპლექტიდან კიდე ერთი თავი, რომელსაც საერთოდ არაფერი არ აწერია. უბრალოდ Vessel Made in Japan. აი ასე. ამიტომ მან ცოტა არეულობა არის. ეს თავი არის სტანდარტული ინსტრუმენტების კომპლექტიდან, რომელიც იაპონურ მოტოს მოყვება. რა თქმა უნდა, ეს სახრახნისი GIS სტანდარტის არის, მაგრამ არაფერი არ წერია. იაპონიაში მე რამდენადაც ხვდები უკვე მარტო ამ სტანდარტზე დიდი ხანია გადასულები არიან. რა განსხვავება არის ეხლა ჩვენ გვაინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი Philips-სა და იაპონურ სტანდარტს შორის. Philips-ის სახრახნის აქვს ესეთი ფუნქცია, რომ არ დააზიანოს თვითონ ბოლტის ხრახნი, არ მოწყვიტოს, თავიდანვე იყო ჩადებული. რაღაც დონემდე ძალას რო დავატანთ, ის ეჭირება და მერე ამოდის თავიდან, ხტება თვითონ თავიდან. ეს რაღაცნაირ ესეთი საინტერესო მომენტი იყო თვითონ პატენტში, რომელიც დარეგისტრირებული იყო პირველად ამერიკაში, მაგ დოკუმენტში წერია, რომ ესეთი დადებითი მხარე არის ამ სახრახნის ამ ინსტრუმენტის. რაც იაპონელებს საუბრობთ არ მოეწონათ და განსხვავება იაპონური სტანდარტსა და Philips-ის არგან, რომ იაპონური რაც ძალასაც დაატანთ, სულხლიანად გადაეცემა დეტალს და არ არის გათვლილი იმაზე, რომ სახრახნისი უნდა ამოხტეს თვითონ ბოლტიდან. ამ შემთხვევაში აი უფრო სწორედ მოვარგეთ, ეხლა ისევ იგივე შეცდომა დაუშვიმე, არასწორი სახრახნისი მოვარგე. რეალურად აქ მესამე ზომა უნდა ყოფილიყო და ეს თვითონ რო ვნახოთ რაღაც მომენტში ამოდის პირიდან, როცა ძალას დავატანთ. თავსებადობაზე ზუსტი მონაცემები არ აქვს, წესით აბსოლუტურად თავსებადი უნდა იყოს,
ანუ შეიძლება ერთის მეორეზე გამოყენება, მაგრამ ასევე არის აი ესეთი. ხოლმე ჩვენ ახლა შეგვიძლია ჩვენ თვითონ ნახოთ რამდენად განსხვავებულია. აი ეს იაპონური კარბურატორია, G სტანდარტის ხრახნები აქვს. ავიღოთ ჩვენი Philips 2 და Philips 2 როცა ჯდება აუჭიროთ ხეთაშოს მოშვებულია საკმაოდ დიდი სვლა აქვს და აი ხდება პატარა ძალიან სერიოზული დაწოლა უნდა ზემოდან რო არ ამოხდეს. აი ახლა დაუჭირე და უკვე მოშვება ძნელია და ალბათ დაინახეთ რომ რეალურად ვაფუჭებ უკვე მე ამით თავს. ანუ აი ასე ზის ჩვენი Philips-ი ევროპულ ამერიკული და ესეც ჩვენი იაპონური აი ეს ვესელის სახრახნისი რომელიც ბევრად უფრო კარგად ჩაჯდა. შეხედეთ საერთოდ არ აქვს თავისუფალი სვლა. აი მოერგო ელთათმანებით როგორც იტყვია და რო ვატრიალებთ ხო დაწოლა ზემოდან იმდენად არ ჭირდება, იმიტომ რომ აი ეს ფუნქცია ამოხტომის ხო ასე ვთქვათ ავტომატური ჯის არ აქვს და შესაბამისად ჩვენ არ გავაფუჭებთ თავებს. ეხლა აი ეს კარბურატორი დაშლილი არის ჩვეულებრივი სახრახნისით, ეტყობა ხრახნები თავები გაფუჭებულია. ყველგან სადაც მოედო სახრახნისი უკვე ეტყობა რომ გაფუჭებულია. საინტერესო მომენტი კიდე იაპონური სტანდარტის ამ ხრახნებს ზოგს აი ესეთი წერტილი აქვს, აი დასმული. აი აქაც ხედავთ და აი აქაც. სამწუხაროდ ზუსტი მონაცემები არ არის, იმიტომ რომ მე ეს G სტანდარტის სტანდარტით რომ მოვიძე იაპონურ ენაზეა ნათარგმნი არ არის, ან თუ არის ნათარგმნი ინტერნეტში ვერ ნახე მე. თუ ვინმე ნახავთ, კარგი იქნება თუ კომენტარებში ლინკს გამომიგზავნით, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის თვითონ იაპონელები სტანდარტში რას წერენ, რითი განსხვავდება ეს ინსტრუმენტები. და მცოდნეები, გამოცდილი ხალხი იძახის, რომ ეს წერტილი ბოლდზე ნიშნავს, რომ აქ ჩვეულებრივი სახრახნისის გამოყენება არ შეიძლება. მარტო ჯისისთვის არის, იმიტომ რომ იგივე იაპონურ ჩვენ კარბურატორზე შეიძლება შეგვხვდეს აი ესეთი აი სუდაწყვეტილი ბოლტებია, რომელსაც ეს აღნიშნელი არ აქვს. ხო? და ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს და გამოცდილი ხალხი იძახის, რომ განსხვავება იმაში, რომელსაც არ აქვს ეს აღნიშნელი, ეს წერტილი დასმული, მან შეიძლება ორივე სახრახნისის გამოყენება. ასევე ანუ მე გაჩვენე თქვენ აი დასარტყამი სახრახნისთვისაც არის თავები, ეს იაპონური თავებია, ძალიან კარგად მუშაობს რა თქმა უნდა იაპონურ მოტოებზე და რაც შეეხება G სტანდარტს, ხო, ეს იაპონური მოტოციკლეტების სტანდარტია. მე მანქანებზე ესეთი აი წერტილიანი ბოლტები არ მინახია სხვათა შორის, მაგრამ მოტოზე თარგმანიც ამ G-ის ეგრე არის, ანუ იაპონური მოტოციკლეტის ბოლტების სახრახნისისთვის სტანდარტი. და სავარაუდოდ მოტოს გარდა სხვაგან არც გვხვდება, ან შეიძლება უკვე ისეთი სტანდარტული არის იაპონიაში, რომ მართლაც უკვე აღარ აწერენ, რომ ეს G სტანდარტის სახრახნისი არის. ბონუსად, ესე იგი, კიდევ ერთი თემა, რაც შეეხება ესეთი უკვე დასარტყამი ელექტროინსტრუმენტის გამოყენებას სახრახნისებზე, იგივე აი ჩვენი კარბურატორის დაშლაზე ძალიან გვეხმარება ეგ. გავითვალისწინოთ ერთი რამე, რომ აუცილებლად ესეთი თავით უნდა შეესაბამებოდეს, ყოველთვის იგივე წარწერა აქვს და უნდა გქონდეს აი ეს ნაწილი, რომელიც აი ესე არის აღნიშნული, ყოველთვის რაღაც ლენტაზე დახვეული. ეს არის ტორსიული ნაწილი თვითონ სახრახნისის. ეს არ მოგცემთ საშუალებას ზუსტად აი ეს პრობლემა რო არის ზედმეტი ძალის დატანების შემთხვევაში რო ხტება ხო თავი, ეს იღუნება რეალურად, ანუ ტორსიული ეფექტი აქვს, ზამბარის ეფექტი აქვს და არ მისცემს საშუალებას, რომ
ჩვეულებრივი Philips-ის თავს დავატანოთ იმდენი ძალა, რომ დაიწყოს ამოხტომა და გადახტომა. ამიტომ ესეთი თავი ძალიან კარგი არის, ესეთი თავი უნდა გამოვიყენოთ დასარტყამ ინსტრუმენტებს, რაც შეეხება ელექტროდასარტყამ ინსტრუმენტებს და აი ესეთი ჩვეულებრივი თავებიც არის, ხო, რომელსაც არ აქვს ეს ტორსიული ნაწილი და ესეთი არ შეიძლება გამოვიყენოთ ელექტროდასარტყამ ინსტრუმენტზე, დამიჯერეთ, ეგრევე გააფუჭებს თავს. ეხლა როგორც პატარა კიდე ტიპი მინდა მოგცეთ, რომ აგიხსნათ ცოტა კარგი ინსტრუმენტი როგორ ავარჩიოთ ჩვენ კარგი თავი თვითონ დასარტყამ ინსტრუმენტზე, ელექტროდასარტყამ ინსტრუმენტზე. ეხლა გამახსენდა და ბარემ მაგასაც გაჩვენეთ უცებ, რომ მივხვდეთ რასთან გვაქვს საქმე. ესე იგი, უყურეთ, აი ხა ეს თავი რა ავიღე. ცუდი დაბალ ხარისხის თავი ჩამოსხმულია ჩვეულებრივად. აი ხედავთ, ჩამოსხმის ადგილი ემთხვევა, აი ესეთი პატარა რაღაცა პირები აქვს გაკეთებული, ვითომ რო არ კარგად მოედოს ამ თავს და არანაირი დამუშავება არ აქვს. ესეთი დაიშტამპა და გამოვიდა. კარგ თავს, ხო? ეტყობა, რომ ჩამოსხმის მერე, ანუ ის ნაწრთობი გაიჩარხა, აი ხედავთ, აქ ჩარხით არის და მერე მოხდა უკვე მაგის წრთობა. ხო? აი ესეც აი ჩარხის ეტყობა, გაჩარხული რა კარგი პირები აქვს, ბასრი, ხო? ეს არის კარგი ხარისხის თავები. აი ბასრი პირებით, ხო? ჩამოსხმულ დეტალს ეგრევე დაინახავთ. აი როგორი გლუვი არის, რბილი, აქ არაფერი საჭრელი ელემენტი არ მოდებია ამას და ესეთი თავები არის იაფი და ძალიან მალე ფუჭდება და გაგიფუჭებთ თვითონ დეტალსაც. აი ეს იაპონური, ნახეთ. აი ზოლები ეტყობა, სადაც გაიარა საჭრელმა ქვამ. ეს კარგი თავი არის და ეს შემოკარგებო ყველაზე მარტივი და დაბალფასიანი. იგივე შეიძლება ითქვას ჩვენ ჩვეულებრივი ხელის სახრახნისებზე. აი ეტყობა რა კარგად გაკეთებული ხელსაწყო არის. მოკლედ ეს იყო ყველაფერი, რაც მინდოდა მეთქვა ჩვენ სახრახნისებზე. ისევ და ისევ გავიხსენოთ პირველი წესი, რომ ყველაზე დიდი ზომის სახრახნის, რომელიც მოერგება, ის არის ზომა, არასოდეს არ აწერია თვითონ ბოლოს რა ზომის სახრახნის უნდა ვიმუშაოთ, ამიტომ 2-3 მორგების მერე მივხვდებით, რომელიც ჭირდება და აუცილებლად შეიძინეთ მოტოზე თუ მუშაობთ G სტანდარტის სახრახნისები, დამიჯერეთ, ძალიან ბევრ დროს დაზოგავთ, ძალიან გაგიადვილდებათ მუშაობა მოტოზე, ეგრევე შეატყობთ, რომ რამდენად კარგი ინსტრუმენტია და რამდენად საჭირო არის. ანუ ჩვენ თუ იაპონურ მოტოებზე ვიმუშავებთ ამერიკული და ევროპული სახრახნისებით, ეს არასწორი ზომის ინსტრუმენტით მუშაობა არის და გაგვიჭირდება ძალიან. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ლინკს მე eBay-ზე ერთ-ერთ G სახრახნისზე, რაც ჩემის აზრით ყველაზე ნორმალურია ფასი ხარისხის შეპარდებით ჩავაგდებ. ნახეთ ეგ ლინკები და დალაიქეთ აუცილებლად ვიდეო, კომენტარებით თუ შეიძლება. ძალიან გვეხმარება ეგ, ჩვენი არხი ნელა იზრდება და უახლოვდებით მაჩვენებელს 1000 გამომწერ, ჩვენი მიზანი არის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.